გამარჯობა, დღეს მინდა გავშალოთ თქვენთვის და ვნახო კვირის მთავარი ენერგია. დაიწყო ახალი კვირა. დღეს ორშაბათია და მინდა ვნახოთ რა ენერგიები იქნება მნიშვნელოვანი ამ კვირაში. დღეს გავშლი ჰეკატეს ორაკულით ჰეკატეს გზა. ნახოთ. მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, მოიწონოთ, გააზიაროთ, დააკომენტაროთ. ეს მნიშვნელოვანია, ვნახოთ ენერგია, რა ენერგიები იქნება მნიშვნელოვანი ამ კვირაში. ჩამთვარე, dark moon, რა უცნაურია, ესე იგი ეხლა არის 26 აპრილი და 31-ში ან პირველში ზუსტად არ ვიცი, ველოდებით სავსე მთვარეს. სავსე მთვარე თუ მთელი 100%-ით ანათებს და სავსე მთვარეს ჰეკატეს გზაზე ქვია ეს ილუმინაცია, მონადირეს მთვარე, იმიტომ რომ ერთ-ერთ ეპასტასიაში ის ნადირობს და ამ დროს არის ძალიან ბევრი სინათლე და მსხვერპლი ვერსად დაგემალება. აქ სინათლე არ არის. შავი მთვარე არ ანათებს. შავი მთვარე აქ გიჩვენებს იმას, რაც აღარ გჭირდება. დარწმუნებული ვარ, აქ ამ მდგომარეობაში უკვე ადამიანს ზუსტად იცის რა არ ჭირდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანები, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს სიტუაციები, ეს შეიძლება იყოს შეგრძნებები. იცი რაღაც, რომ ეს აღარ გემსახურება, გიქმნის პრობლემას, მაგრამ მაინც გიჭირს ამისგან განთავისუფლება. აქ ჰეკატე გეუბნება, რომ დახურო წარსული გეშტალტები, სეპარირდე რაღაცებს და დაიწყო ახალი გზა, ახალი ციკლი. მოდი ვნახოთ კიდე ერთი არკანი. ჩემი საყვარელი ქალღმერთი, კირკე, 56, როგორც ტრანსფორმაცია, კირკე, კოლხი კირკე, ქართველი, ჰეკატეს ქურუმი, ჰელიოსის ქალიშვილი. აქ კირკე არის წარმოდგენილი როგორც ტრანსფორმაცია, რომელიც პრინციპში ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ამ შავი მთვარის ენერგიების გატარების შემდეგ, ანუ რაღაცების გაშვების შემდეგ აუცილებლად იწყება რა? ტრანსმუტაცია, ტრანსფორმაცია. ეს აქ საინტერესო კირკე იცით ხო, რაღაც ადამიანებს და საგნებს ესე ფორმებს უცვლის. პირდაპირ არის აქ წარმოდგენილი როგორც ტრანსფორმაცია. აქ ჰეკატე გეუბნებათ, რომ ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ თქვენ დახუროთ წარსული გეშტალტები, გაუშვათ ის, რაც გასაშვებია და შეხვიდეთ ტრანსფორმაციაში, დაიწყოთ ახალი ციკლი. მე თქვენ გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და საინტერესო კვირას.